გამარჯობათ. არ დაგავიწყდეს და ლაიქება, არ დაგავიწყდეს არხის ჯერ გაუქმებდა მერე თავიდან გამოწერა და წები და ციცინიზაცია რა ხდება ახლა. მევიდა ხამსიეს სეზონი. დღეს უკვე შემწვარი ბევრი ფუშინი დამოტყვა ხმას არ ვიცი. ეტლიჩკა გევიკეთე, მაგრამ არ ჩავრთე. ეხა მოვა ხმა. დარას, აი, ჩემი ხმა. მოგესალმებით, დალაიქეთ, გამეიწერეთ, გაუქმეთ ჯერ მერე ისევ გამეიწერეთ, გააზიარეთ, მევიდა ყველაზე გემრიელი სეზონი ჩემთვის. ეს არის ზამთარი. ყველაზე მეტად მევასება ზამთარი. ზამთარში თევზაობა ხიშნიგზე, წერზე და ასე შემდეგ და მოვიდა ფურასული აქ. ხამსიე სეზონი დღეს შემწვარი ვჭამე ბევრი, აქ დაახლოებით 1 კილო ხამსია გარჩეული, შიგან და თავ მოცლილი. ეს არის დედაჩემის რეცეპტი, ცხონებული დედაჩემის რეცეპტი. აქ ეხა მაქვს შერეული წიწაკა, ანუ 24 სახის წიწაკა არის. მე ესე გავაკეთებ, უბრალოდ შავი პიმპილის კეკლები გჭირდებათ. ეს არის კინძის თესლი, აქ მაქვს ნიორი და დაფნა, აქ მაქვს ჰიმალაის მარილი და ჩვეულებრივი მარილი. რა ხდება ახლა? აუ რა მინდოდა იცით მექნა, კი უეჭველი უნდა ვქნათ ეგ. მოვალ ეხლავე. ის დამჩა რა ქვია. მანქანაში მაქვს დარჩენილი ფარსუნგა. მაიცა ერწამს. მაიცა ჯო. პატარა ფარსუნგა უნდა მქონდეს. აქ, მაგრამ ეხა გაზი თუ არ არის შიგნით ვიკივლებ. გაზი არის. რატო არ ინთება? აიყურები შენ. დამკარქამ შოპელზა. სანამ მიჯირო. საიყურებოდა. კაროჩე რა ვარ გადა დედა მეეთქმა. რა ვშობით ეხა? რა თმინდოდა სანთებელა და ცეცხლი. პრინციპში რა შემიძლია იცით გავაკეთო? აი ესეთი ესე ავიღო. ესე მივიდე გასთან. ავაბდღიალოთ გაზი, ცეცხლი და ოდნავ დავწვათ. ოდნავ დავწვათ. რატო? იმიტომ რომ უფრო მეტ არომატს გამოიტანს რა. ხო, მოხვედი, მოეჩემთ. მოერთად საჭმელი გავაკეთოთ მე დაჯექი აქ. აქ დაჯექი. მოგაკოც. ჩემი გოგო. так, რა ვშვებით ახლა? კატას ხელი მოკიდე, მერე საჭმელს ბეწვი არა აქვს. და ბინძურიც არა. ვრეცხავ ხოლმე სარეცხის მანქანაში. ჩავაჭრათ ნიორი. აი ესე კბილები. ნახე პერსონი აქვს ნიორს. ხო? ცუდი სუნი აქვს. ჩავაჭრათ ნიორი. ამას უნდა გეტყვით ახლა ზუსტად 9 საათში ნაჭამი მაქვს ბევრჯერ და ზუსტად 9 საათში შეგიძლიათ ჭამოთ, მაგრამ ყველაზე კარგი გამოდის დაახლოებით 2 დღის, 3 დღის შემდეგ. მოხარშული კარტოფილი და ეს და 100 გრამი ოტკა. ნიორი გადაგვიხდა გოგო. აი ესე ჩავაჭრათ ნიორი. მერე როგორ უნდა ჭამოთ რა.
ცოტა ზეთი მოასხათ და დააყაროთ ხახვი. მე ამას ახლა სატესტოდ ვაკეთებ, მე არასდროს არ გამიკეთებია. აი საერთოდ არასდროს არ გამიკეთებია ეს. და რატომღაც მომინდა გაკეთება. ჩემს მაგაც უყვარს მეეწონა ძალიან ადრე რა. მაშინ დედა ჩემი ცოცხალი იყო. ეს ცოტა ჩავჭყლიტოთ. აი ესე არომატები გახსნას, დანარჩენია ესე მოვაყაროთ. ეს თავის არომატს აძლევს, ციცაკას ყველას უზამ. რასაც შევძლებ თუ გასკტება, გასკტეს. აი ესე. აი ესე. ოჰოჰოჰო. აი რა არომატები წამოიღო კირუნია. ამას ყველას არ უზამ, იმიტომ რომ ზედმეტ გემოს მისცემს ჩვეულებრივი მარილი. აი ესე. დაახლოებით ერთი სუფრის კოზი. ამან უნდა გამოუშვას ბევრი წვენი. აი ესე. აი ესე ჩამოვფერთხოთ. და ცოტა ეს უკვე მე ჩემით ვამატებ ჰიმალაის მარილი რატომღაც გამისწორდა, რაღაცნაირ არომატს აძლევს. სუნიც რაღაცნაირი აქვს რა. აი ესე. este ამგვარად. ხო, ამას წინათ კიდე ის გავაკეთე, რა ქვია. რა გავაკეთე, გოგო? კოზი მინდა. გაჩვენებთ ახლა რა გავაკეთე. მაგასაც რავი, თუ გინდათ გადავიღებ. როგორ ვაკეთებ? ხო, კიდე ვამზადებ. შეიძლება ამ ვიდეოში ჩავამატო. აი აქ მიდის მზადება. ესე პომიდორებს ვაშრობ, რომ კარგად გამოშრეს. რამდენი წყალი მოიყენა, ამას ცოტა ხანში გადავწურო. 7 საათი უნდა ამას რომ გამოშრეს კარგად. აი ესეთ მდგომარეობაშია გამომშრალი. ესეთში, აი. ნახეთ. კამერა შენი დედავატირევე. მე დამზდევს. აი ესეთია გამომშრალი. ზეითუნიზეთი, როზმარინი, ნიორი. ცოტა შებოლილი პაპრიკა. და ინახავდა იმის კარგად გაუждდება. ჩერი სხვა არომატი აქვს, იმას სხვა არომატი აქვს. კარგად გაუждდება და მე თავისუფლად შეგიძლიათ პური გაახუხოთ, კარაქით, ნიორი წოუსვათ და ეს რამოდენიმე ცალით დადოთ და იქნება მშვენიერი დასახემსებელი. გაჩვენებთ ახლა რაღაცას. ბარო ძმა. ეს არის რამოდენიმე ერთი-ორი კვირა უკვე გაკეთებული მაქვს რა. ხვალ მივდივარ ტყეში. სათევზაოდ. თან პატარა ვიდეოს გადავიღებ. ხოდა. მე ახლა შევყობი ამას ძალიან. ძალიან მაგარი მჟავია. და მოკლედ, ეს იყოს აქ. შუქი რო ავანთებ პიზდეცა თანათებს, ხო? ამას კარგად ურევთ. ერთმანეთში. კირო. ნახე რა ვიზუალია კირო.
ნიორი ცოტა მეტი შეგიძლიათ უკრათ. მე უბრალოდ ეხა არის რომელი საათია ვაფშე? საათის რომელია? პირველის ვორთი წუთია. და მე ვაკეთებ, ვიღებ ვიდეოს, რომ ეს ხვალე უკვე დილისთვის იქნება იდეალური. ნახევარ საათში კი არა, ანუ გეტყვით ახლა რა შეიძლება გააკეთოთ. ძალიან გემრიელია. ვაიმე. ერთ მაგაცი აფანატებს ამაზე ჩემი ძალიან. კოვიდის პერიოდში მოკითხვები მიდიოდა დედაჩემმა ძალიან ბევრი გააკეთა და მიდიოდა ძმაკაცებთან მოკითხვები. ერთ ძმაკაც ჩემიკოს არაყი და ეს მოუტანეთ. ხო და ერთმა ჩემმა ძმაკაცმა ამასინად გამახსენა რა ეს დედაშენა მაგარ სილიოტკას აკეთებდაო. ხო და მეთქი მე გავაკეთებ, მეთქი და ამას ნახევარს გაუგზავნი იმას. მაგრამ უეჭველი ძალიან ბევრს გავაკეთებ კიდე რა. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა, ზოგადად ტყეში წასაღებად. ხო, აუცილებლად კამერა. აუცილებლად ესე არის. მერე გადაიტანეთ, ანუ ხვალ ეს აღარ იქნება იდეაში, მაგრამ შუშაში, პლასმაში არ გააჩეროთ. არა სახარბიელო ამბავი მაი. ეხლა ვიღებ თევზს, რომელიც მან უნდა ჩავიდეს. ეს თევზი ესე და კაი კომპრესირებას გაუკეთებს, კარგად დააჯდება, ზედმეტი არომატი არ დაიკარქება. მერე ესე თავსახური, გარეთ სიცივია, ზამთარია, შეგიძლიათ გადგად გარეთ და ან მაცივარში ჩადოთ. მე ეხა ჩავდებ მაცივარში, იმიტომ რომ გარეთ კირო ამას არ ეცლება, იმიტომ რომ მე უკვე ვჭამე და ამას შევჭამ კირო ხელა წვერი გაქცა. ამას შევჭამ უკვე ხვალ მე უეჭველი. ხვალ არ უნდა დამავიწყდეს ეს მჟავე მაქვს. ამოსაღები ტყეში წავიღო, ეს წავიღო, კარტოშკას წავიღებ იქვე. ცეცხლი უნდა დავანთოთ, შევწვათ უნდა, მაგ ვიდეოსაც ნახავთ, ამ ვიდეოში არ იქნება. მადლობა ვინც მიყურებდით, ჯიგრები ხართ, რომ აზიარებთ, ჯიგრები ხართ, რომ იწერთ. ხო და ხო, კირო. გავაკეთოთ? მაჩვენოთ ყავს, მომაკოცე რა. მოკოცე ჩემო, მოგუჩი და მოტყო. რა გითხარი კამერასთან წესიერად მეიქეცი მეთქი. მაგარი გოგო მყავს ეს, ხო? რა უნდა იმწყოს? ეს ძალიან მაგარი გოგო მყავს ხალხ, რო იცოდეთ. ვაიმე დამფხოჭა. ჭრილები გაქვს, მოსაქნელი წევიდეთ სალონში. ნახეთ რა ქალია ბიჭო. კირა. კამერას და გიქცა. იძახის. აბა ხედა ბახოთ. მე რო ის გათინდება ხვალინდელი დღეო. მივირთვა. ხვალე ჩავკნოთ ამას ჩავჭამ. მიდი დახიე მაი. დახიე გოგო მიდი. რა ხარ შენ? ესეც მოვალა გოთ. ესე. დარარირა. ეს კინზირად დაგვრჩა შევინახოთ ხვალ ჩავთესო უნდა უეჭველა ცოტა კინზი აივანზე.
პატარები ამო საჭმელს ეყოფა ეს თე ეხა მე მინდა ეს ჯამი მინდა რომ აი ეს გამოვიღო და ამაში ზედმეტი სიცხე რაც მოგროვდა მარილმა რაც პომიდორს გამოაყოფია ტომატს ოხ შენი აქ ქვეწა მეკცა ცხელა რომ დაიწყოს შრობა მარილს ვაყრით ამას უბრალოდ ჭრით გულსაცლით იმაში ჩერიში არ გაომიცლია გული იმიტომ რომ ფაქტიურად კეკლები არა აქვს ჩერის ბევრი ეს არის იტალიური ამბავი ღარიბების მოფიქრებული თემა არის სხვათა შორის როგორც პიცა ესე ბევრი რამე მოკლედ სიღარიბეში მოგონილი კერძები ძალიან ბევრია ხაში მაგალითად ეგრეა მე თან ლაპარაკო და ვითომ რომ არ ვიმჩნევ კამერა რო ჩართულია და აგზელებს 1 საათი გავიდა და ძალიან კაი მდგომარეობაშია 80 გრადუსზე მაქვს დაყენებული 7 საათი თან პარალელურად შევხედავ ახლა სანამ დავიძინებ 1-2 საათს მე კიდე არ დავიძინებ სანამ დავიძინებ შევხედავ როგორ რა იქნება და ეგრე და მას რა დამართ ნუ პრინციპში ის კი მოახერხეთ რა так მარილების ჩავდოთ მეუღლე არ ვანერვიოლოთ სულ მიყრელი გაქო так ჰიმალაის მარილი აქვე იყო საიდო ღმერთო გამახსენე აქ მარილი აქანა იქანა ხო ესეც ვიპოვე წეღან წიწაკებს რო ვეძებდი ეს გადაინაცვლებს მანქანაში ბუნებაში რომ ვიდეოს გადავიღებ იგზა მექნება ეს ჭიქა მანქანიდან როის ამოვიტანე ხო წეგან სანაყი ვიპოვე კიდე ძველი ყაზახებმა გამომიგზავნეს ერთი რა ხო და ის არ ვიციტო ქვა ვერ ვნახე რა მოკლედ ესე და ამგვარად ჯიგრები ხართ, კარგები ხართ, ლაღები ხართ, საღები ხართ, მადლობა რომ მიყურეთ. Bang, bitch!